დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მღვდელმოწამე მიქაელ ყულოშვილის ხსენების დღეს აღნიშნავს. სწორედ წმინდანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრებს ტელეკომპანია ერთსულოვნების დირექტორის მოადგილე დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე. მშვიდობა მამა, დაგვრცეთ. მშვიდობა, მეც მადაგლოცოთ. გილოცავთ პირველ რიგში. შეგვეციოს დღევანდელი დღის მადლი, დღეს სწორედ აი წირვა ჩავატარეთ და ეს წირვაზე ბუნებრივია მოვიხსენიეთ ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, საქართველოს შეეწირა და რა თქმა უნდა ეს ამ წირვაზე შეგვეწია ლოცვით თვითონ უკვე წმინდათა დასში შერაცხილი მღვდელმოწამე მიხეილ ყულოშვილი. მე მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მიულოცო იმ ქართველებს, რომლებიც მისი მშობლიური კუთხიდან არიან, ესა გარეკახეთი, ზოგჯერ საინგილოს უწოდებენ ამ კუთხეს, ანდა ჰერეთათაც მოიხსენებენ, ეს ტერმინი თვითონ კამაც იწვევს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ესა ძველი ქართული კუთხე, რომელიც დღეს მოქცეული არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და აქ ცხოვრები ქართველების ნაწილი არის ქრისტიანი, ნაწილი არის მუსლიმი. სამწუხაროდ ხდება ისე რომ ესე იგი უკვე აწლეულების მანძილზე, უფრო მეტი პერიოდის მანძილზე ყველანაირად ცდილობს არაქართული მოსახლეობა რომ მათ ზეგავლენა მოახდინოს და ისინი მათი ასიმილაცია მოხდეს, მათ დააკარგინონ მშობლიური ენა, დააკარგინონ რჯული რაღაცნაირად ეროვნული თვითშეგნება და თანდათანობით მოხდეს მათი ეროვნების შეცვლა. სწორედ აი ამ პროცესს ებრძოდა თავის ძოზე წმინდა წმინდანად შერაცხილი მიხეილ ყულოშვილი, რომელიც წმინდანად შეირაცხა რამოდენიმე წლის წინ, ეს გახდა 2012 წლის 5 ივლისი, აი დღევანდელი დღე და იგი მისი მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო. ის ხსნის სკოლებს, ასწავლის ქართულ ენას, ის მონაწილეობს ტაძრების აღდგენის საქმეში. იგი მან კარგად იცოდა მედიცინა და ხალხური მედიცინის გამოყენებით ყველას ეხმარებოდა, როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმ მოსახლეობას. და რა თავარია, ის არის მღვდელი, მოღვაწე მღვდელი, რომელიც დადის, ქადაგებს, ატარებს წირვას და მისი წყალობით ბევრი ადამიანი არა მარტო გამტკიცდება ქრისტიანობაში, არამედ ზოგიერთები ისლამზე მოქცეული უბრუნდება ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ანუ ეს იყო ძალიან დიდი მოღვაწე და აი ამ კუთხის ჭეშმარიტად ერთგული შვილი, მოამაგე აი ამ კუთხისა და ამიტომ იყო რომ ის განსაკუთრებით ძულდა ქართველობის და ქრისტიანობის წრეებს. და როდესაც ესე იგი რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ რაღაც გარკვეული ესეთი პერიოდი შეიქმნა აი ამ კუთხეში, როდესაც დააგვიანა ქართულმა ხელისუფლებამ იმ დროინდელმა, რომ ესე იგი აი ამ კუთხეში რაღაცას აღედგინა წეს ადმინისტრაცია, ქართული ადმინისტრაცია დაემყარებინა, იქ დაასწრეს აზერბაიჯანელმა მუსავატელებმა. ესე იგი, როდესაც კავკასია განთავისუფლდა რუსული ბატონობისგან, სომხეთის სათავეში მოვიდნენ და დაშნაკები, დაშნაკური პარტიის წევრები, რომლებიც ნაციონალისტური მიმართულების იყვნენ. აზერბაიჯანის ხელისუფლებაში მოვიდნენ მუსავატელები, რომელიც პროისლამური პარტია იყო და თურქული ადმინისტრაცია მათ უჭერდა ხელს და საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ მარქსისტი, სოციალ-დემოკრატები, რომლებიც სოფლიო რევოლუციაზე, ზოგადად სოციალიზმის გამარჯვებაზე სოფლიოში ოცნებობდნენ და რომელსაც აი ამ მარქსისტული იდეები ხელს უშლიდა ქართული პატრიოტული ასე თქვა საქმეების კეთებაში. თუმცა მათაც ისინიც გარდაიქმნენ 2 წელიწადში, მაგრამ თავიდან ეს ვითარება ასეთი იყო, ანუ ჩვენთვის არახელსაყრელი. ასე დროს აი მუსავატური რაზმები დათარეშობდნენ აი იმ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის, სადაც ეხანდელი აზერბაიჯანის, სადაც ქართული მოსახლეობა არის, აშინებდნენ მოსახლეობა, ძარცვა გლეჯვა იყო დაშინება და დაზეწოლა იმაზე, რომ ისლამი მიეღო ყველას და ასე შემდეგ უარი ეთქვა ქართველობაზე. აი ამ დროს, აი ამ შიშიანობის დროსაც კი მამა მიხეილე ყველგან დადის, ქადაგებს, ატარებს წირვას და პირიქით ნაცვლავს კიდევ ხალხს.
ყველა ამას ვერ გაუძლო, მაგრამ დიაკვანი, რომელიც მასთან ერთად მსახურობდა, მან დატოვა იქაურობა და გადმოვიდა კახეთში. და იქ გააგზავნა მსახურება. უთხრა მამა მიხეილს, საშიში დრო არისო და იქნებ დავტოვოთ აქაურობა. ეს უარით მიიღო, მამა მიხეილმა არ დაწვა პირიქით, აი ამ რთულ დროშიც კი ისახერხებდა ხალხის მონაწილეს, ხალხის გაქრისტიანებას. პირველი ეტაპი, ასე ვთქვათ, მის წინამდე განხორციელებული კამპანიისა გახდათ შეთავაზება, მას შესთავაზეს, რომ ესე იგი მიიღო ისლამი. მიიღო ისლამი და ეტოვებინა მას სარწმუნოება. ასეთ კატეგორიული უარი მიიღეს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ესეთი ავტორიტეტული პიროვნებებს, რომ ის ავტორიტეტული იყო არა მარტო თვითონ, არამედ მთელი მათი ოჯახი იყო ავტორიტეტული. შობლები, ბებია, ბაბა, ისინიც ავტორიტეტული ხალხი იყო, ცნობილი ხალხი იყო საინგილოში. ჩათვალეთ, რომ ეს იყო აუნაზღაურებულ დარტყმას მიიღებდა იქ ქრისტიანობის გავრცელების საქმე და ქართველობა საერთოდ. შეიძლება საერთოდ დაკარგულიყო, ეს მთლიანად ასიმილირებული ყოფილიყო დღეს. როდესაც ეს ამას ვერ მიაღწიეს, მაშინ ასეთი გადაწყვიტეს რადიკალური ნაბიჯი გადაედგათ და ერთ-ერთ სოფელში, ეს იყო სოფელი მარსანი, კახიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ის მიდის, იქ აწარებს წირვას, უკვე წირვაზე ძალიან ცოტა ხალხია მოსული და როდესაც უკან ბრუნდება, გზაში ხვდება ხითან ერთ-ერთი ადამიანი დაღონებული სახით, რომელიც ეუბნება, რომ მამა მიკვდება და დამეხმარე წამოწევის სახში. უყოყმანოდ მიყვება მამა მიხეილი და აღმოაჩენს, რომ ესე იგი არავინ გამოეგებება, შეიყვანენ მას აივანზე და აივანზე თურმე ხალიჩაა გადაფარებული უკვე და ფიცრები აყრილია. ამიტომ ის ჩავარდება სარდაფში, სადაც უკვე მას ელოდებიან კვლელები, რომლებიც შებოჭავენ მას, ჯერ სთხოვენ მას, კიდე მოსთხოვენ მას გამოსლიმებას, ამაზე უარს მიიღებს მათგან და აი ეს ადამიანი იქნება იყო მოკლავენ მას. ამ დროს ის იყო 93 წლის. წარმოიდგინეთ, მოხუცებული ადამიანი და თქვენ იცით, რომ ახლა ეს ასაკით თავის ფიზიკურ ძალებსაც ართმევს ადამიანს და ზოგჯერ ნებისყოფას ცუსტება, მოხუცებულ ადამიანზე ზემოქმედება უფრო ადვილია ხოლმე, მაგრამ ის იყო შეუდრეკელი და მტკიცე. და არაფრის დიდებით არ დათმო სარწმუნოება, რის გამოც იქნა მოკლული, შემდეგ მისი გვამი დამალეს, არ უნდათ რომ გვამი ეპოვნათ, მაგრამ ღვთის განგებით უფალმა არ დაუშვა მისი წმინდა გვამის გაქრობა და თორემ მისი სიძის მეშვეობით ეს გახდა პოლკოვნიკი ტარტარაშვილებიც არიან ინგილოები, მისმა რაზმა ის შემთხვევით იპოვა და იქნა გადმოსვენებული კახის წმინდა გიორგის ტაძარში და დღესაც იქ არის დასაფლავებული ჩვენ მისი საფლავის ქვა დღესაც არსებობს და რა თქმა უნდა მას შემდეგ რაც იგი წმინდანად შეირაცხა იქ არის ხოლმე ფსევდონიმი ჩატარდეს პარაი საფლავის ქვაც გამოჩნდა ჩატარდეს პარაკლისი შარშანწინ არ მისცა აზერბაიჯანმა ადმინისტრაციამ იქ ღვთისმსახურების ჩატარების უფლება შარშან უკვე ქართველი მოდელით გამოძევებული იყო იქიდან და ახლა წელს არ ვიცით რა მოხდა დღეს მოხერხდა თუ არა ეს ყველაფერი ყოველ შემთხვევაში ეს არის სიმბოლო საინგილოს ქართველობისა ეს არის სიმბოლო ქრისტიანობისა და ძალიან მნიშვნელოვანი სახელი გახავს ძალიან დიდი შეწევნა და ძალა გვაქვს ყველას ჩვენ მისგან ამ ადამიანისგან ის მღვდელმსახური იყო 48 წელს განმავლობაში წარმოადგენდა უდიდესი დროის მანძილზე მთელი ცხოვრება იღვაწა და ესე ნაბიჯ-ნაბიჯის უახლოვდება უბოდა მოწამეობრივ ღვაწს და მოწამე არის ძალიან დიდი შემწე ზეციდან ეხმარება უკვე ის ადამიანებს და დაწუნებულობას რომ ის ფარველობს აი ამ კუთხეს და დღესაც ინგილოებს ფარველობს და მთელ საქართველოს ფარველობს ჩვენ ძალიან დიდი სასოება გვაქვს ამ წმინდანზე და მე მინდა რომ ყველა ქართველმა ეს გაითავისოს ეს სახელი მღვდელ მიხეილ კულოშვილის სახელი და ახსოვდეს მისი სახელის პოპულარიზაციას დიდი ამაგი დასდო თავის დროზე მისმა ერთ-ერთმა ახლო ათესავმა შთამომავალმა სამხედრო ექიმმა მიხეილ კულოშვილმა მისმა მოგვარემ და სეხნიამ რომლის ვაჟი ერეკლე კულოშვილი 2008 წელს დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალთან. რამოდენიმე წლის წინ
ანუ აი ეს ესტაფეტა საქართველოსთვის თავგანწირებისა, საქართველოსთვის თავდადებისა აი ამ ოჯახს ყოველთვის თან ზრდოდა და დღესაც ეს გრძელდება. დღეს აიწერა აღნიშნა ჩვენი ტელევიზიის თითი გადაცემის ავტორმა, რომ დღეს სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი დღე არის, იმიტომ რომ დღეს არის მღვდელმონაზონ ანდრია ყურაშვილის გარდაცვალების დახვრეტის დღე, რომელიც აფხაზეთში, აფხაზეთის ომის დროს იქნა დახვრეტილი სოფელ კომაში. ასევე გმირულად, ასევე თავდადებულად, ასევე გამორჩეული მოღვაწე გახდა და დღეს არის თურქეთელი ქართველებისთვის იქაურ ქართველები ილია ჭავჭავაძეს უწოდებდნენ აჰმედ მეჰმედაშვილის მოკლის, ასევე ვერაგული მოკლის დღე, როდესაც ნაციონალისტებმა, თურქმა ნაციონალისტებმა რუხმა მგლებმა ასეთი ორგანიზაცია ჰქონდათ და თორცები დღესაც აქვს, მათ მოკლეს სწორედ ქართველობის გამო იგი, სწორედ იმის გამო, რომ პატრიოტი ქართველი გახდათ, ასე რომ ეს რაღაც განსაკუთრებული დღე არის, მე ერთხელ ვისაუბრე კიდევაც ამაზე დაწვრილებით ჩვენ სგანთიადის ეთერში და ჩვენ გვინდა გამოვთქვათ იმედი, რომ აი ეს ხალხი, ვისაც აიღუპა, ვისაც აღეგასწირა, აი ეს საქმეები მომავალში განხორციელდება და დღეს თუ ჩვენ ტკივილი გვაქვს, მარტო ჩვენ მომავალში გვექნება სიხარულით და ეს ღვაწლი არ ჩაივლის, უკმათ არ ჩაივლის უბრალოდ. მე მინდა ვისარგებლო და ჩვენ მაყურებელს ვთხოვო ერთი რამ, ესე ჩვენ ტკივილთან არის დაკავშირებული იმ დღეს პარასკევს ჩვენმა სწორედ შუადღის ეთერმა გამოაცხადა და ჩვენ ვთხოვეთ ყველას, რომ ლოცვებში მოეხსენებინათ მიტროპოლიტ ისაია ჭანტურიას, ახალშესვენებული ძმა გურამი. იგი კვირას და თბილისში იქნა დასაფლავებული და ჩვენი ესე ვთქვათ ყველას ტკივილი ის გახავთ, რომ მეუფე ისაიამ ვერ შეძლო თავის ძმის დასაფლავებას ჩამოსვლა კვირას. ვინაიდან ის არის ახალგორში, უკვე 2 წელიწადზე მეტია, მას არ შეუძლია იქიდან გამოსვლა, იმიტომ რომ როგორც კი გამოვა უკან საოკუპაციო რეჟიმი მას არ მისცემს საშუალებას, რომ დაბრუნდეს ახალგორში და ეს ესე ვთქვათ ეს ბასტიონი, ჩვენი სულიერი ბასტიონი, რაც არის იქ ჩვენი ეპისკოპოსის, ნიკოზისა და ცხინვალის ეპისკოპოსის მიტროპოლიტ ისაიას, იქ მყოფი მამების, დედების მეშვეობით, აი ესო არ მოიშალოს. ესო არ მოიშალოს. ანუ ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ნათელი მაგალითი გახდათ იმისა, რომ ადამიანმა საკუთარ ესე იგი ტრაგედიაზეც კი ასე ვთქვათ, საკუთარ ძმის დასაფლავებაზე მონაწილეობაც კი ვარ თქვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის უნდა ყოფილიყო იქ, სადაც ჭირდება საქართველოს ეკლესიას, ანუ ახალგორი. და მე მინდა თქვა, რომ აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ ჩვენ, რომ ჯერ ერთი თვითონ მოვიხსენიოთ მეუფე მამებთან და დედებთან ერთად ამ დროს მოვიხსენოთ მისი ახლად შესვენებული ძმა გურამი, იმიტომ რომ ეს ჩვენი ვალია, რომ ამით მაინც სირედით მაინც მადლობა უთხრათ მეუფე ისაიას იმ ღვაწლისთვის, იმ თავდადებისთვის, რასაც ის ეხაც ეწევა ამ პერიოდში. თან ის არის სოხუმელი, ანუ წარმოიდგინეთ აი ეს ტრაგედია, აფხაზის დაკარგვის ტრაგედიაც მის გულზე გაიარა და ეხლა უკვე მეორე ტრაგედიის შუაგულშია, ეპიცენტრია, ეს არის შიდა ქართლი. ეს ძირითადად ის რაც მინდოდა მე თქვა. კეთილი, დიდი მადლობა მინდა გითხრათ მამას ზურაბ საინტერესო საუბრისთვის, დაგმშვიდობებით და თქვენთან ერთად დავამშვიდობები მეც მაყურებელს, დასრულდა შუადღე, მინდა მშვიდობიანი საღამო გისურვოთ, ნახვამდის.